მეხუთე ნაბიჯი. ვაღიარეთ ღმერთის საკუთარი თავის და სხვა ადამიანების წინაშე ჩვენი შეცდომების ჭეშმარიტი ბუნება. ანონიმური ემოციონალების 12-ვე ნაბიჯი ჩვენთვის დამახასიათებელი მიდრეკილებების წინააღმდეგ წასვლას მოითხოვს. თითოეული მათგანი ეგოს ფუშავს და მათგან შესაძლოა ეგოს ყველაზე დიდი ჩამფუშავია მეხუთე ნაბიჯი, რომლის დროსაც გვთხოვენ ვაღიაროთ ჩვენი არასწორი უპატიოსნო საქციელების შესახებ არამხოლოდ საკუთარი თავის და ღმერთის, არამედ სხვა ადამიანების წინაშე. მეოთხე ნაბიჯის ინვენტარიზაციის შედგენა არ იყო საკმარისი. ასევე გვესაჭიროება ამ აღიარების შესახებ საუბარი ხმამაღლა და პირისპირ. როგორ შემაშფოთებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ჩვენთვის გამოჯანმრთელების გზაზე აღნიშნული პროცესი დიდ სარგებლოს მოგვიტანს. მეხუთე ნაბიჯის შესრულება უთუოდ აუცილებელია გრძელვადიანი ხასიათის მქონე გონებრივი და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. მისი გაკეთების დროს ზედმეტი ფიქრი კარგს არაფერს მოგცემს. კიდევ ერთხელ ვიკრებთ გამბედაობას და ვიწყებთ მოქმედებას. აღიარება. ინვენტარიზაციის დაწერით საკუთარი თავის წინაშე უკვე ვაღიარეთ ჩვენს მიერ ჩადენილი არასწორი უპატიოსნო საქციელები, მაგრამ ამ პროცესში მხოლოდ თვითშეფასება არ არის საკმარისი. მაგალითად, ჩვენში მეტისმეტმა დანაშაულის შეგრძნებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკუთარი ნაკლოვანებების გაზვიადება, ხოლო შფოთვამ ან სიამაყე გვიბიძგოს მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი დეფექტები. ზოგჯერ ეგოცენტრულობა გვაფიქრებინებს, რომ სხვა ადამიანები არიან დამნაშავე ჩვენს ამა თუ იმ საქციელში, ან მუდმივი შიშის და დაძაბულობის ქვეშ მყოფებს გვიჩნდება რეალობისგან გაქცევის სურვილი. სხვა ადამიანებთან იმის აღიარება თუ ვინ ვართ სინამდვილეში არის ერთადერთი გზა საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობისთვის. თუ ინვენტარიზაციის დაწერის დროს გულწრფელები ვიყავით, შესაძლოა მასში შეგვეტანა გარკვეული შემაშფოთებელი და დამამცირებელი მოგონებები, რომლებიც ვიმედოვნებდით, რომ ჩვენ საიდუმლოდ დარჩებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ არასოდეს არავინ გაიგებს ან მიგვიღებს, რომ იცოდნენ თუ რა ჩაგვიდენია ან გადაგხვდენია თავს. ამიტომ გვეფიქრება, დაარდობთ ჩვენი ინვენტარიზაციის გაზიარების საკითხზე, რასაც ეს ნაბიჯი ჩვენგან ითხოვს. შესაძლოა თავს მარტოსულად ან იზოლირებულად გვგრძნობდეთ, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ვაღიაროთ ეს ყველაფერი სხვა ადამიანების წინაშე. საკუთარი თავის შესახებ სიმართლის აღიარება საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ახალი ურთიერთობები საკუთარ თავთან და ჩვენს სამყაროსთან. აღიარება ნიშნავს იმ სფეროების გაცნობიერებას და შესწავლას, რომლის შეცვლაც გვჭირდება. ჩვენი შეცდომების ჭეშმარიტი ბუნება. აუცილებელია გავაზიაროთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მეოთხე ნაბიჯში დავწერეთ და არა უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ განვიცდით წყენას, შიშს და დამნაშავების შეგრძნებას. მოგვიწევს უშუალო საქმის გონა ჩვენი შეცდომების ჭეშმარიტ ბუნებასთან და ასევე მათთან გამკლავება, სხვისთვის მათი გამხილის გზით. უმარტივესი და მართებული გზა იმისათვის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულნი, არის, რომ ხმამაღლა წავუკითხოთ სხვა ადამიანს ის, რაც დავწერეთ. ამ გზით დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ არც გამოვტოვებთ და არც გამოგვრჩება რაიმე. მეხუთე ნაბიჯის შესრულების დროს ჩვენ ინვენტარიზაციაში ყველაფერს განვიხილავთ. აუცილებელია მისი სრულად გაზიარება, რადგან თუ შეგნებულად გამოვტოვებთ რამეს, ეს ქმედება ჩვენს უბედურების შეგრძნებას კიდევ მეტად გაახანგრძლივებს. თუ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გამოჯანმრთელება, შევძლებთ და გულწრფელები ვიქნებით, არაფრის გადამალვით გამოჯანმრთელების გზაზე ვრჩებით. ღმერთთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანთან. მნიშვნელოვანია საკუთარი ინვენტარიზაცია ვაღიაროთ ღმერთის, საკუთარი თავის და სხვა ადამიანის წინაშე. თუ მეხუთე ნაბიჯში აღნიშნული სამი პირობიდან რომელიმეს გამოვტოვებთ, ის ვერ უზრუნველყოფს იყოს მყარი ფუნდამენტი, რომელიც გვჭირდება პროგრამის დანარჩენი ნაწილის გასავლელად. ისევე როგორც სკამი ან მაგიდა ვერ იდგება მყარად თუ აკლია ერთი ფეხიც კი, ასევე არ იქნება მდგრადი ჩვენი გამოჯანმრთელება თუ ინვენტარიზაციას სხვა ადამიანის მაღალი ძალის და საკუთარი თავის წინაშე არ ვაღიარებთ. ჩვენ განვავითარეთ კავშირი საკუთარ მაღალ ძალასთან მეოთხე და მესამე ნაბიჯებში, ასე რომ ნაკლებად უხერხულია საკუთარი საიდუმლოებების და ხასიათის დეფექტების მის წინაშე გაზიარება, ვიდრე სხვა ადამიანის წინაშე. საბოლოო ჯამში ღმერთმა იცის ყველაფრის შესახებ, რაც ჩაგვიდენია და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარვართ და გვიღებს. მეხუთე ნაბიჯის კეთებისას დასაწყისში ბევრი მიმართავს ლოცვა. შესაძლოა ეს იყოს სულიერი სიმშვიდის ლოცვა, როგორც უმაღლესი ძალის მოხმობის საშუალება, რათა იყოს ჩვენი მეგზური მეხუთე ნაბიჯის გზაზე. ჩვენი ინვენტარიზაციის სხვისთვის მოთხრობა გაზიარებით და ამავდროულად საკუთარი თავის მოსმენით ვიწყებთ იმის ნამდვილ გაგებას თუ ვინ ვართ სინამდვილეში. აკი ჩვენ აღარ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის საჯარო იმიჯი, რომელიც ხშირად არ შეესაბამება ჩვენ საკუთარ მეს. სხვა ადამიანთან გულწრფელობით ვადასტურებთ, რომ გულწრფელები ვართ საკუთარ თავთან და ღმერთთან. მეხუთე ნაბიჯი საუკეთესოდ სრულდება ადამიანთან ერთად, რომელსაც 12 ნაბიჯის პროგრამაში მუშაობის ცოდნა აქვს. მნიშვნელოვანია ესმოდეს თუ რა საქმის შესრულებას ვცდილობთ. არ გვსურს, რომ მან სცადოს ჩვენი საქციელების გამართლება ან გამოსწორება, არამედ უბრალოდ იყოს ჩვენი გულწრფელი, პატიოსანი ინვენტარიზაციის თანადამსწრე.
ჩვენი მეხუთე ნაბიჯის ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს პროგრამის წევრს, მრჩეველს, სასულიერო პირს, ექიმს ან რომელიმე მსგავსი პროფესიის წარმომადგენელს. მან შესაძლებელია გაგამხნევოთ, უკავშირი მოგცეთ, დაგეხმაროთ საკითხების გაცნობიერებაში, თუმცა უპირველეს ყოვლისა ის მსმენელია. დადებითი და წარმატებული გამოცდილებების მისაღებად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი იმსახურებდეს ნდობას, იყოს გამგები და ის ვისთან ერთადაც თავს კეთილგანწყობულად ვიგრძნობთ. ასევე საჭიროა იყოს მიმღები და არა გამსჯელი. მეხუთე ნაბიჯის შესრულებით დიდია ჩვენი მიღწევა. შედეგად ვთავისუფლდებით განცალკევების და მარტოობის გრძნობისგან. მოვიპოვეთ მიკუთვნებულობის, ადამიანებთან ერთობის გრძნობას და ჩვენს უმაღლეს ძალასთან სიახლოვეს. ზოგიერთი ჩვენგანი შვებას მომენტალურად განიცდის, როდესაც შიში და ტკივილი იკლებს და გამოჯამრთელების სიმშვიდე გვეუფლება. სხვები თავს ენერგიულად და ცოცხლად გრძნობენ, თითქოს მეცხრე ცაზე მიაბიჯებენ. იმდენად, რამდენადაც მივიღეთ მეხუთე ნაბიჯის გაგება, ვაცნობიერებთ, რომ ღმერთს ნამდვილად უყვარვართ. მრავალი, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, პირველად შეიგრძნობს რეალურად პირადი უმაღლესი ძალის არსებობას. მათაც კი, ვისაც უკვე აქვს რწმენა, ისეთი სახით შეიცნობენ ღმერთს, როგორც აქამდე არასდროს. სხვებისთვის შვება თანდათან მოდის და ეს არ წარმოადგენს მოულოდნელი განთავისუფლების შეგრძნებას. ზოგადად მომდევნო რამდენიმე დღეში ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთი რამ ძველებურად აღარ გვაწუხებს და თავს უკეთ გრძნობთ. სირცხვილის საშინელი ტვირთი მსუბუქდება და მის ადგილს სიმშვიდის ყოლის მომცველი გრძნობა იკავებს. როდესაც მხარდაჭერას და თანაგრძნობას ვიღებთ ადამიანებისგან, ვისთანაც ჩვენს პირად ინვენტარიზაციას ვაზიარებთ, გრძნობთ, რომ უგვეტევა ის საკითხები, რაც გვაწუხებდა. ამავდროულად იმის გულწრფელად გაზიარება, რაც საკუთარ თავს შესახებ აღმოვაჩინეთ, გვეხმარება ვაპატიოთ საკუთარ თავს და სხვებს. მეხუთე ნაბიჯის შესრულების შემდეგ ბევრი ჩვენგანი მიაშურებს წყნარ ადგილს, რათა გულდასმით გაანალიზოს თუ რა მოხდა. მადლობას ვუხდით ჩვენს უმაღლეს ძალას, მხნეობისა და გამბედაობისთვის, რაც მოგვეცა. გრძნობთ მადლიერებას, რასაც ღმერთთან, როგორც ჩვენის გვესმის ურთიერთობის დონემ მიაღწია. ახლა, როდესაც გაიზარდა ჩვენი თვითშეგნება, ცნობიერება და გავაზიარეთ ის, მზად ვართ პროგრამის მომდევნო ნაბიჯების გასავლელად.